მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის ფერისვალებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ფერისვალება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. მარხვის გამო 19 აგვისტო თევზით ხსნილია. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისვალებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. საღვთო ლიტურგია ჩატარდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა გიორგი ბეჭვაიამ ჩაატარა, რის შემდეგაც მრევლი ეზიარა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. ძალიან გვიხარია ხილის კურთხევა. ჩვენი მიცვალებულებისთვის მისაგებელია და ყველა ქრისტიანს ულოცავ დღესასწაულს. უდიდესი დღესასწაულია ფერისცვალება, ულოცავ მთლიანად საქართველოს ერს ამ დიდ დღესასწაულს, გამთლიანებული იყოს საქართველო, ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი სიყვარული და სიხარული. მიულოცავ სრულიად საქართველოს ამ ძალიან დიდ საუფლო დღესასწაულს. რა ვიცი, ყველა ღვთის ნებით ვართ, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მადლობა უფალს, რომ ერი დაესწრო ამ დღეს და მშვიდობით არის. საღვთო ლიტურგია ღამის თევზით ჩატარდა ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაძარში. სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა ბასილმა აღავლინა. წირვის შემდეგ მან მრევლს მიმართა და იქადაგა. დღეს არის დღე, როდესაც მაცხოვარმა თაბორის მთაზე იცვალა ფერი მოწაფეებთან თანდასწრებით და გამოვლინდა ღვთაებრივი ბუნება. სრულიად საქართველოს და ყოველ მართლმადიდებელი ქრისტიანს ეცვალოს, ასე ვთქვათ, სულიერებაში კონდეს წისვლა. ულოცავ მთლიანად საქართველოს ფერისცვალებას და ეს დღე სრულიად საქართველოსათვის ყოფილიყოს მართლაც ფერისცვალების დღე და ახალი სიცოცხლის და ახალი ცხოვრების დაწყების. ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის, პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება. აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლიღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს ფერისცვალებას თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა. სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სოფლის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს უფალმა მოციქულების თანდასწრებით ფერი იცვალა, გამოუცხადა მოციქულებს თავისი ღვთაებრივი ბუნება, სახე და თითოეულ ადამიანს გვიჩვენა შემდგომში ჩვენ სახარებიდან, როგორც ვიცით, გვიჩვენა და გვწამს ამის, გვიჩვენა თავისი ღვთაებრივი სახე უფალმა. ამიტომ ესაა ძალიან დიდი დღესასწაული. ფერისცვალების დღეს ტაძარში ხილი იკურთხება, მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.